დედა რა ხდება? არაფერი. წაიყვანე. წამოდი. ალბათ ფოერვერკებს იწვიან. კარგი შეწყვიტეთ, დაბრუნდით. იერაღი ყველა მტკვიებით შეავსეთ, ამაღამ არავინ დაიძინოს. ეშრეფ რა ხდება? მანქანამ ჩაიარა, ვიღაცა მანქანიდან ცეცხლი გახსნა. ჩვენ საპასუხოდ გავისროლეთ. მანქანა წავიდა ბატონო, ვერ დავეციეთ. აერში გაისროლეს მო. უკან რატომ არ გახტევით ეშრეფ? შენ სახლში შედი. შიგნით შედი, არ მინდა ჯავრი შენზე ვიყარო. ძმაო, წამოდი სახლში შევიდეთ. მზადიყავით. სავაში. ეშრეფ, კამერის ჩანაწერები გადაამოწმე. ახლავე, წამოდით. ისევ მამა ჩემი იყო. არ ვიცით. სავაში თუ მამა ჩემია პოლიციაში დარეკე, არ მოგერიდეს. ჩიჩეკ არ ვიცით ვინ იყო მეთქი. შენ სახლში შედი. ჩემებს უთხარი ფანჯარასთან ახლოს ნუ დასხდებიან. მაინც ყოველი შემთხვევისთვის. ჯანამ. საყვარელო. ძირფასო არ მითხრა რომ ისევ გაგვიანდება. საყვარელო ამაღამ ვერ მოვალ. რატო? სახლში რაღაც პრობლემები მაქვს. გთხოვ მაპატიე. რა პრობლემები? ახლა ვერ მოგიყვები იასემინ. მერე დაგირეკავ, კარგი? ახლა უნდა გავთიშო. კარგი. იასემინ. ყოველთვის ასე აკეთებ სავაში. სულ ასე იქცევი. რომ შემეცნოს ხომ მოვიდოდი. ვემზადები, გელოდები და სულ რაღაც ხდება. საყვარელო მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ახლა არ მცალია. კარგი. როცა მოიცლი, მაშინ დამირეკე. რა მოხდა დედა? ამჯერად ვინ გადაგვეკიდა? მამა ჩემი იქნება, სხვა ვინ იქნება? ჯერ არ ვიცით. მამა შენს ნუ ადანაშაულებ, მოიცადე. შენ ბავშვთან წადი, არ შეეშინდეს. ძმაო, კამერის ჩანაწერები ვნახე. სულ 4 კაცი იყო, ერთი მძღოლი. სახეები არ ჩანს, არც მანქანის ნომერი. იერაღი ზემოთ ჰქონდათ მიმართული, როგორც ჩანს ისე გაისროლეს. ბატონო, პოლიცია მოვიდა. მოვდივარ. ჩანაწერები გაამზადე, პოლიციასაც ვაჩვენოთ. ახლავე. ჰალილ, წამოდი. მომხდარის გამო ძალიან უწუხართ ბატონო სავაში. გმადლობთ. აქაურობას თვალი გადავავლეთ, როგორც ჩანს არაფერი დაზიანებულა. არა, ჰაერში გაისროლეს. კამერის ჩანაწერებიც გადავამოწმეთ. ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი? არა. ბიჭებსაც გაუხარდებათ სახლის ამბავი ძმაო. შენებიც ჩამოვიდნენ ხოლმე, ჯემალ. შენს მეუღლესა და შვილებს ხელი მოკიდე და ჩამოდით. რძალო, სტამბოლი უხსენე და სირბილით წამოვლენ. გონებით და ფიქრებით სულ აქ არიან. სახლი კარგად დაათვალიერე, ბატონო ქიმე, სანამ ვანში დავბრუნდებით, თუ რამე საყიდელია ვიყიდოთ. ბატონო. რა მოხდა? ყველაფერი რიგზია? ყველაფერი რიგზია. ვინმე ხომ არ დააზარალეს? ფანჯარა ან რამე ხომ არ გატეხეს? არა ბატონო, როგორც ჩვენ უთხარი ისე გააკეთეს, ჰაერში გაისროლეს. კარგია, ოჩახ. ალბატონო ქიმეთ, ვიდი იმ გოგოს დაურეკე, გავიგოთ, როგორ არის? ჩიჩეკს? სხვა გოგო კიდევ გყავს? კარგი დაურეკავ.
ჩვენი ბიჭები სუსტები არიან. უკან უნდა გაჰყოლოდნენ, იპოვიდნენ და მაშინვე twins გაასხმევინებდნენ. მუსტაფა სისულელეს ნუ ამბობდა ნუ მაგიჟებ. ისევ დედა ჩემი რეკავს. ეს ხამაკლდა. გისმენ დედა. ჩეჩეკ. როგორ ხარ შვილო? რა ხდება თქვენკენ? არაფერი? ყველაფერი რიგზე აქვთ? კარგად არიან? მამაშენ მოგიკითხა თაინტერესებს როგორ ხართ? ჩვენზე ნერვიულობს? ცოტა ხნის წინ სახლს ცეცხლი გაუხსნეს. რას ამბობ ჩეჩეკ? პოლიცია მოვიდა. სავაში ახლა პოლიციას ელაპარაკება. რა მოხდა? სახლს ცეცხლი გაუხსნესო. რა? ვინ? შვილო იმედია ყველანი კარგად ხართ. დედა, მომეც ტელეფონი, მომეცი. ჩიჩეკ შვილო რას ამბობ? სახლს ცეცხლი გაუხსნეს? დიახ. გაარგვიეთ ვინ იყო? არა, ჯერ არ ვიცით. ახლავე წამოვალთ. საჭირო არ არის, მამა. როგორ თუ საჭირო არ არის, მოვდივართ. ადექით წავიდეთ მოვინახულოთ. ადექით. სავაში. შვილო ძალიან მეწყინა ეს ამბავი. ქალბატონო შახნურ ძალიან წუხართ. გმადლობთ ქალბატონო ქიმეთ. სახლში პატარა ბავშვია. ეს რომელმა არაგასმა ჩაიდინა, ვინ? მეგონა ამას შენ მეტყოდი აჰმედ მორან. რას კადრულობ სავაში? ავდექი და თქვენ სანახავად მოვედით. ერთმანეთს გულს ნუ ადგენთ. ჩვენ უკვე ნათესავები ვართ შვილო. ჩემი შვილი მოგათხოვე. ვინც თქვენს ოჯახს ზიანს მიაყენებს ის ჩვენს მოგვაყენებს ზიანს. ისი სახელი მითხარი. ვიცი რომ შენ იარაღთან დაყაჩაღებ და საქმე არ გაქვს. დარწმუნებული ვარ ბიჭებსაც არ გაასწრევინებ ხელს. გმადლობ აჰმედ მორან. დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენ საქმეს თვითონ მივხედავთ. რაც საჭიროა იმას გავაკეთებთ. თუ საჭირო იქნება კანონს მივმართავთ. თუ საჭირო იქნება იარაღს ავიღებთ. დაბრძანდით ფეხზე რატომ ხართ? ენდამ ჩაი მოგვიტანე. მიდი. აერში ისროლეს? ხო, რამდენი იყვნენ? შენმა ბიჭებმა დაინახეს? 4 იყვნენ. ერთი მძღოლი იყო. 3 კი გაისროლა. არ უთქვამს დედა. მითხრა სახლში რაღაც პრობლემები მაქვს და ვერ მოვალო. არ მისმენ? ნუ ნერვიულობი ასე მენხვალ დაგირეკავს და გეტყვის რა მოხდა. არა. რაღაცას მიმალავს. რას უნდა გიმალავდეს? არ ვიცი. მაგრამ ამას ვეღარ ავიტან. როცა შეხვედრას ვაპირებთ, სულ ვფიქრობ, ნეტავ დღეს მოვა? გვიან მოვა? რამდენ ხანს მალოდინებს? სულ ეჭვებში ვარ, აფორიაქებული ვარ. შვილო დაწყნარდი. არ ვიცი. ხანდახან რა? ვფიქრობ რომ ცოლი ჰყავს. ალბათ შვილიც ჰყავს და ცოლი არ უშვებს ხოლმე. რას ამბობ? იასემინ რა აზრები მოგდის? ასეთ რამეზე როგორ ფიქრობ? ახლა დაწექი დაისვენე ხვალ ყველაფერს აგიხსნის. კარგი ვთიშავ. ღამე მშვიდობისა. ნურის ჩემ მაგივრა დაკოცა. კარგი. ღმერთმა მშვიდი ღამე მოგცეს. სულ რაღაც საიდუმლო, სულ საიდუმლო. რა ხდება სავაში? ისევ გამნერვიულდი. იასემინ საუბნებით უძენ უფიქრობ და შენ რას აკეთებ? შეიძლება იასემინი მართალია. საიდან ვიცით რომ სავაშს ცოლი არ ყავს? როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებული? რამდენი თვე გავიდა, მაგრამ დაქორწინებას არ სთხოვს.
როცა ქორწინებაზე დაიწყება ლაპარაკი, თურმე მაშინვე სხვა თემაზე გადააქვს საუბარი. არ ვიცი, ახლა მეც დამაიჭვე. როცა კაცი ასე ძლიერ არის შეყვარებული, დაქორწინება არ უნდა უნდოდეს. აშკარად რაღაც ხდება, შეიძლება არ უყვარს, შეიძლება იყენებს. არ შეიძლება სხვა მიზეზი იყოს. რა? მითხარი, რა მიზეზი უნდა იყოს? დაიძინე? არ მძინავს. არც მე. რატომ არ მოხვედი? ხომ გითხარი? სახლში რაღაც პრობლემა მქონდა. სერიოზული პრობლემა იყო და ვერ წამოვედი. ისეთი სერიოზული და გასაიდუმლოებულია, რომ ვერ მეტყვი? გასაიდუმლოებული არ არის, მაგრამ მინდა რომ პირისპირ შეხვედრისას მოგიყვე. კარგი, მაშინ მოდი და მომიყევი. საყვარელო. ამაღამ ვერ მოვალ. მართლა გეუბნები. ხვალ საღამოს მოვალ. მაშინ ნუ მოხვალ, სავაში. მესმის რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ. მართალიც ხარ. საყვარელო, ხვალ ვილაპარაკოთ. კარგი, ღამე მშვიდობისა. ნეტა ვიცოდე რა ხდება. როგორ აგიხსნა ეს ყველაფერი. სიტარე. ბორასგან არაფერი ისმის. ტელეფონი ისევ გათიშული აქვს. რეკლამისთვის ფასის შემოთავაზება გამოგზავნეს. ჩემს მაგიდაზე დადე, გადავხედავ. დილამშვიდობისა. 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 იასემინ, რა გჭირს? ცოტა ხნით გარეთ გავიდეთ. კარგი. რა მოხდა? ისევ სავაში? კარგი. ვეღარ ვუძლებ, სევგი. სევგი. ბოდიში, იასემინ, ჩავფიქრდი. რა თქვი? ვეღარ ვუძლებ მეთქი გითხარი. სავაში ისევ არ მოვიდა. სულ რაღაცას იგონებს. კაცი ამ ხელა ჰოლდინგის პატრონია, დაკავებულია. 1000 საზრუნავი ექნება. ყველაფერს აგიხსნის. შენ მის მხარეს ხარ. რა თქმა უნდა, შემხარეს ვარ. მაგრამ ძალიან აზვიადებ. ვაზვიადებ? ხო. ჩემი აზრით ცოლი ჰყავს. რა? ესე იგი წუხელ ამიტომ არ მოვიდა? ხო. მასლას აპირებდა და მერე ცოლმა ჩხუბი აუტეხა. თუ ღმერთი გწამს ნოსულელობ. რატომ იცინი? არ შეიძლება ასე იყოს. ცოლიან კაცებს 100 მეტრზე ვცნობ. სავაში დაქორწინებული არ არის. ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. ამდენი წლიანი გამოცდილება მაქვს. მივხვდებოდი. ბევრი ცოლიანი შეყვარებული მყოლია. ცოლიანი კაცების სავაშის მსგავსად არ იქცევიან. სერიოზულად ამბობ? ხო. კარგი რა, გეყოფა. აბა ასე რატომ იქცევა? ვერ მოვდივარ ძვირფასო, მაგვიანდება საყვარელო. ეგ არ ვიცი. თავად არ თქვი ტრადიციების მიმდევარი ოჯახი ხავსო. ალბათ არის ისეთი საკითხები, რომელთა შესახებაც ვერ გეუბნება. მაგრამ ცოლი არ ხავს. იმედია. ესე იგი ყველაფერზე თანახმა ხარ, ოღონდ ცოლი არ ხავდეს. რა თქმა უნდა, სხვა პრობლემები როგორღაც მოგვარდება.
ნამდვილად აჰმედ მორანი იქნებოდა. მეც მასზე მაქვს ეჭვი. მაგრამ ჩვენთან იმ ღამესვე მოვიდა. გულწრფელი მომეჩვენა. სერიოზულად ამბობ? შეიძლება იტყუებოდეს კიდეც. არ ვიცი ნადია. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო და ცოდვა დავიდო. შენ რა გჭირს? კარგად არ გამოიყურები. არაფერი. წუხელ ცუდად მეძინა ამის ბრალია. ისევ ბორაზე ფიქრობ? ხო, აღარ ინერვიულო. რას ვიზამთ, ასე მოხდა. ურთიერთობა გქონდათ, მორჩა დაივიწყე. თან უცხო ხომ არ არის? რამდენი ხანია მეგობრობთ? რა მეგობრობა, იასემინ? ვერ ვეჯერებ, რომ ისევ ბორას მახეში გავები. სევგი ბორა ისევ გიყვარს? რომელ სიყვარულზე მელაპარაკები? აშკარა რომ გიყვარს. თორემ შენნაირი ჭკვიანი ქალი მის მახეში როგორ გაებმებოდა? აღიარე რომ გიყვარს და გულზე მოგეშვება. ალო? სევგი, გთხოვ უბრალოდ მომისმინე. გისმენ? მალე დავბრუნდები. ბორა სათხარ. რა ხდება? კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა. დაონაზან. საყვარელო, ჩემო პატარა. მოდი გაკოცა. გამარჯობა ბიძია. როგორ ხარ? გამარჯობა. ბიცოლა, გამარჯობა. გამარჯობა. მომენატრით. წამოდით სახლში შევიდეთ, წამოდით. მამიდა, ჩამოვედით. საყვარელო. მომიდას ლამაზო გოგო. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გამარჯობა დაო. ნეტა ვიცოდე როგორ გამიხარდა ფალამ რომ დამირეკა. როგორც იქნა დავითანხმე შენი ძმა. კარგად მოიქეცი. კარგად მოგიფიქრებია. სულ ვამბობდი ისინიც ჩამოვიდნენ. ამ ვანში რა დარჩენიათ მეთქი. ჩემმა შვილმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, თორემ არ ჩამოვიდოდით. მოზარდია. თავი დაანებე. მიდი, მამიდას ხელზე ამბორე. გასუყურებ. გეამბორები მამიდა. მოდი ცელკო ბიჭო. დედა გააბრაზე? მოდი. სტუმარი გყავთ ბატონო სავაში. მობრძანდით. გამარჯობა სავაში. შეიძლება შემოვიდე. მობრძანდი. კეთილი იყოს შენი მოსვლა. რას დალევ? უშაქ რო ყავას დავლევ. წყალიც მომიტანე შვილო. ახლავე ბატონო. რას ამბობ? ისროლეს? არ მკითხო ფალათან დიდხანს ისროდნენ. აღარ ვიცოდით რა გვექნა. მადლობა ღმერთს სავაში სახლში იყო. ესე იგი, აჰმედ მორანი სულ გაგიჟდა. არა, ამ საქმეში არ არის გარეული. კარგი რა, აბა ვინ არის გარეული? მართლა? გუშინ საღამოს ეს ამბავი რომ გაიგო ცოლთან ერთად ჩვენთან მოვიდა. ცოლთან ერთად? ხო. ჩვენთან ახლოს სახლი იყიდეს. რა? რატომ? ამბობენ მალე შვილი გვეყოლება და ხშირად ვინახულებთ ხოლმეო. ბავშვის სანახავად როცა ჩამოვლენ უნდათ თავიანთი სახლი გქონდეთ. ამიტომ იყიდეს სახლი. სავაში სულ გაგიჟდება. სიძე, პოლიციამ რა თქვა გუშინდელ ამბავზე? რამე ხომ არ გაარკვიეს? ჯერ არაფერი გარკვეულა. ვერც გაარკვევენ, ბუნებრივია. რამე იცი აჰმედ მორან? ვიცი, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა.
თუ თქმას აპირებ, ყავა მიირთვი და მითხარი. თუ არა და საქმეები მაქვს. ოჯახური საქმეა. სათქმელად ადვილი არ არის. ოჯახური საქმეა? გუშინ რაც მოხდა? ბუღალტერი გოქანი რომ გააგდე, იმის მოწყობილია. გაგდებულ ბუღალტერს ჩვენი ოჯახის წევრად არ თვლით. სამაგიეროდ ბიძა შენია, შენი ოჯახის წევრი. დაფინანსება რატომ ვერ მიიღე? იმიტომ რომ საბუთები სრულად არ იყო გაგზავნილი. რამდენიმე დღის წინ ჩემთან გოქანი მოვიდა. ის საბუთი რომელიც აკლდა, ბიძა შენს ამოუღია საქაღალდიდან. გოქანმა ვერ გაბედა და ვერ გითხრა. ბიძა შენმა ფალა მაიღო. შენ კი ის კაცი სამსახურიდან გაუშვი. მერე? შენ რა უთხარი? მე ვუთხარი ასეთი საკითხები ჩემთან რომ მოდიხარ. ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ? სავაში ჩემი სიძია მეთქი. შენ ხომ ნათესავები ვართ? წადი და მეორე დაგმოსული აღარ დაგინახო მეთქი. ყვირილი დაიწყო. ამბობდა ამას არ შეგარჩენთო. მეორე დღეს კი ასეთი რამ მოხდა. გუშინ ჩემ ბიჭებს უთხარი იქნებ რამე გაარკვიოთ მეთქი. გაარკვიეს კიდეც. იმ გოქანმა ვიღაც 2-3 ადამიანი იპოვა და თქვენ სახლს ცეცხლი გაუხსნეს. ახლა მე მომისმინე. ბიძა ჩემი სისხლი და ხორცია. ჩემს ღალატს ურჩევნია თავში ტყვია დაიხალოს. რაც გოქანმა მითხრა იმას გეუბნები სავაში. საიდან ვიცით რომ საბუთი თავად გოქანმა არ მოიპარა? ეგეც შეიძლება. მართალი ხარ. იმ კაცის ნობა არ შეიძლება. მაგრამ მაინც მინდა და მეთქვა ეს ამბავი. შენ თადარიგი დაიჭირე. ბიძა შენს არ გულისხმობ, იმ ხალხს გულისხმობ, ვისაც შენ გვერდით ამუშავებ. ადამიანებს ვეღარ ენდობი. მე გულზე მომეშვა რომ გითხარი. კარგი. აღარ მოგაცდენ. საქმეები გექნება. ნახვამდის. ვიცი დამავიწყდა. ახლა წავალ და დირექტორი მეტყვის დავადების მოწმობის გარეშე ვერ დაგეხმარებითო. ბერფინიც ბარანის სკოლაში უნდა შეიყვანოთ? ო, ნაზანი კმაყოფილია შვილო. დიახ, კარგი სკოლაა. დავადების მოწმობები სად არის? არ ვიცი ზუსტად სადევს. უჯრებში ნახე ან საბუთებში სადმე. ერთი წუთით. ვიპოვე. კარგი, ვინმეს გაატანე, სკოლაში მიიტანონ. კარგი. ერთი ნორმალური მეგობარი არ ხავს. ყველანი სულელები და გიჟები არიან. ვეღარ ვუმკლავდები ნაზან. ვცდილობდი ესწავლა და წარმატებული კაცი გამოსულიყო. ეს კი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. ვიცი, დედამ მითხრა. ფალას ვუთხარი, თუ ასე გაგრძელდა, ჰალდუნი ერთ დღეს ან ციხეში აღმოჩნდება, ან მიწაში მეთქი. გავაფრთხილე, გაითვალისწინეთქო. ღმერთმა დაიფაროს, ბიცოლა. კარგია რომ მოხვედით. როგორ შეწუხებულ ხარ? რამდენი რამ წამოგიღია? რა შეწუხებაა, შვილო? რა მოხდა დილა? რაღაც უნდა გითხრათ. ეს რა არის? ის საბუთია, რომელიც დაფინანსების საბუთებს აკლდა. როგორ? ეს საბუთი აკლდა და ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. სად იპოვე? ბიძია ფალას ოთახში.
არა ბატონო. ახლა არ არის ოფისში. რა ხდება? არ ვიცი. არა, ბატონი ბორა არსად ჩანს. არ ვიცი. ალო? ახლა აქ არ არის, ნახვამდის. სითარე რა ხდება? არაფერი. სევგი მოვიდა? არა. ალო? ქალბატონო, ცოტა ხნის წინ ხომ დარეგეთ? არ ვიცი მეთქი იგითხარით. სითარე მითხარი რა ხდება? არ თქვათ რომ მეგითხარით. ჩეკები უკან გვიბრუნდება. რა? ბანკის წარმომადგენლები ჩასაფრებულები არიან. რას ნიშნავს უკან გვიბრუნდება? ბატონი ბორა ისევ არ გამოჩენილა. რას ქვია გავკოტრდით? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გავკოტრდით. კომპანია Ethical Investment-ი გაკოტრდა და ჩვენც გავკოტრდით. საფონდო ბირჟასთან ჩვენ რა კავშირი გვაქვს? ასეთ საქმეში როგორ გაერიე? ღმერთო, ვერ ვიჯერებ. ვერ ვიჯერებ ამდენი შრომა. ღმერთო, ამდენი ფული. არ მჯერა. ეს როგორ გააკეთე? ყველაფერი ჩემი ბრალია. ეს ყველაფერი ჩემ გამო მოხდა. დიახ, შენი ბრალია. ღმერთმა დაგწყელოს, შენი ბრალია. ღმერთმა დაგწყელოს. ძალიან წუხარ. სევგი. მართლა ძალიან განვიცდი. უარესი ზღირსი ხარ. შენი წუხილი რამე შეცვლის? 7 მილიონ დოლარს უკან მოგვიტანს. რა ვქნათ? იასემინ ირეკავს. რა ვუთხრა ამ გოგოს? ბორამ მთელი ფული საფონდო ბირჟაზე დაკარგა მეთქი? რა ვუთხრა? ალო? ალო, სევგი. ჩვენი ანგარიშები დაბლოკილია. იასემინ. რა ხდება? ამას ახლა არ მივიღეთ? ანგარიშები რატომ დაბლოკეს? ბორა სად არის? იასემინ ცოტა ხანში დაგირეკავ. სევგი. დავიღუპე. განადგურებული ვარ. რა ეგოისტი ხარ? ყველანი დავიღუპეთ. შენ, მე, იასემინი. ყველა გაგვანადგურე, ბორა. იასემინს ნუ მიხსენებ. ყველაფერი მისი ბრალია. მას რომ არ დაეჟინებინა და არ ეთქვა, მეწილე გავხდებიო. იასემინი რომ არ ყოფილიყო დიდი ხნის წინ გავკოტრდებოდით. იმ გოგო მუფსკრულიდან ამოგვიყვანა. მისი წყალობით ავიღეთ ბალდარების საქმე. კარგი, კარგი. რაც უნდა თქვა მართალი ხარ. უსინდისო ხარბი და ნამდვილი არაკაცი ვარ. უარესი ზღირსი ვარ. თავს მომაწოდებ. მოიფიქრე რა უნდა ვქნათ. რისი გაკეთება შემიძლია? ჯობია ხიდიდან გადავხდე. სისულელეს ნოამბობ თუ ღმერთი გწამს. რაც გამაჩნია ყველაფერს თქვენ მოგცემთ. მხოლოდ ეს შემიძლია. რა გაგაჩნია? რა მეკონება გააქვს? ეს სახლიც იპოთეკით არ დატვირთე? მანქანები მყავს. მანქანებით დიდ თანხას ვერ აიღებ. ეს ამბავი იასემინს როგორ ვუთხრა? უნდა უთხრა? აბა რა ვქნა? მართლა? ასე იყო სავაშ. როგორც იქნა ყველანი ჩამოვედით. ამიერიდან აქ ვიქნებით. კარგია რომ ჩამოხვედით ბიცოლა. ადრეც ასე არ ვიყავით? მე ამათი ასაკის ვიყავი, ყველანი ერთად რომ ცხოვრობდით. ხო. ახალი დაქორწინებულები იყავით. მერე ჩვენ აქ გადმოვედით, თქვენ კი ვანში დარჩით. რა კარგი დრო იყო. მუსტაფა, მუშაობის საქმე როგორ მიდის? ეს მუშაობა არ არის ბიძია, ნამდვილი ტანჯვაა. ბოდიში მუსტაფა, დამავიწყდა რომ უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრე. რა მოხდა? საწყობში ყუთების ტარება გიჭირს? და შეიძლება მე და ბერფინმა ვითამაშოთ? რა თქმა უნდა. წადი ზემოთადით და ითამაშეთ. ბერფინ, მიდი. ოთახი არ არისოთ. კარგი? კარგი. მიდი. საბაშ. გუშინდელ ამბავზე რამე ხომ არ გაგრიკვევია პოლიციამ დამნაშავე? ხომ არ იპოვა? არა ბიძია. არავინ და არაფერი დაზარალებულა, პოლიციამ მითხრა, ამ საქმეს ვიძიებთო.
ჩვენც ვერ ვაჩქარებთ. კარგი. ადრე თუ გვიან მაინც გაირკვევა. ჰალდუნის სკოლაში უკვე დაარეგისტრირე? მადლობა. რა თქმა უნდა, დღეს პირველ რიგში გავაკეთე. ორივე დავარეგისტრირე. ადვილად დაარეგისტრირე? ადვილად, მაგრამ იზაშენი უკვე დაბერდაშვილო. ბავშვების დაბადების მოწმობები ოფისში დამრჩენია. დილას ვთხოვე. იბოვა და გამომიგზავნა. მე არ მინდა ენდამ, უნდა წავიდე. ასეთ დროს სადმე დიხარ? საქმე მაქვს. სავაშ. თუ დრო გაქვს, დავილაპარაკოთ. მერე წადი. საჩქაროა? არა. კარგი. მაშინ სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. საყვარელო, გამარჯობა. რა ხდება ჩემ? მოდი. დღეს აქაურობა ცარიელი რატომ არის? მინდოდა მხოლოდ მე და შენ ყოფილიყავით. ძალიან ლამაზი ხარ. მადლობ. როცა შენ ჩემს მკლავებში ხარ, შემიძლია ბედნიერებისგან მოვკვდე. ჯემ, რა კარგად ლაპარაკობ. ჩემი სიცოცხლე ხარ. არ დაგირეკა? როგორ არა? რამდენჯერმე დამირეკა. მერე? რა გითხრა წულხელ რატომ არ მოვიდა? მითხრა ტელეფონით ვერ გეტყვიო. შენთან უნდა მოვიდეს? მითხრა მოვალო, მაგრამ ვუთხარი არ მოხვიდე მეთქი. რატომ? ისედაც ბევრი სადარდებელი მაქვს დედა. რა მოხდა შვილო, რა სადარდებელი გაქვს? არაფერი. სამსახურის საქმეებზე ვამბობ. სააგენტოზე. დედა კარზე ზარია, ალბათ სავაში მოვიდა. გახი. იასემინ, დაელაპარაკე შვილო, ჯერ მოусმინე რას გეტყვის. კარგი. უნდა გავთიშო. მიდი, მიდი. გამარჯობა. გამარჯობა. მეგონა აღარ მოხვიდოდი. რატომ? მეგონა გამიბრაზდი რომ გითხარი, არ მოხვიდე მეთქი. ტელეფონიც გაგითიშე. რამდენჯერაც უნდა მითხრა არ მოხვიდეო, მაინც მოვალ, იასემინ. თუ სახლში არ მიშვებ მითხარი, კართან მაინც დავწვევი. მოდი. კეთილი იყოს შენი მოსვლა. იასემინ. ჩემო საყვარელო. კარგია რომ მოხვედი სავაში. ძალიან მომინატრე. როგორი ფიქრე რომ არ მოვიდოდი? უშენოდ არ შემიძლია. შენ შეგიძლია უჩემოდ. არა, ვერ შევძლებ. შენ? ვერასოდეს. როგორი ლამაზი საღამოა ჯემ. ბედნიერი ხარ? ძალიან. არაჩვეულებრივი ამინდია. უგემრიელესი ღვინოა, კერძებიც. შენც არაჩვეულებრივი ხარ. აქ რომ მოვდიოდი ისეთი დაღლილი ვიყავი, მაგრამ დაღლილობამ 5 წუთში გამიარა. ეს შენთვისაა. უშენოდ ერთი დღის გატარებაც აღარ მინდა, ნადია. ყოველ დილით რომ გავიღვიძებ, მინდა პირველი შენ დაგინახო. მინდა მთელი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. ნადია.
ცოლად გამომყვები? ხმოვანი სიგნალის შემდეგ დატოვეთ შეტყობინება. აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. ეხ, ნაზან. სად შენ და სად სიყვარული? შენში ასეთი რა არის, ბორა? შენზე უარს რატომ ვერ ვამბობ? რას ნიშნავს ჰაერში გაისროლეს? ამას ისაყვები თითქოს ძალიან ბუნებრივი რამ მოხდა. ჩემთვის ეს ბუნებრივი რომ იყოს, სულ შენთან მოვიდოდი, იასემინ, რადგან ვერ მოვედი, ესე იგი ეს ყველაფერი ბუნებრივად არ მიმაჩნია, ხომ ასეა? ბინარია. რა უნდა ჩემგან? არ ვიცი, რამდენიმე ადამიანზე მაქვს ეჭვი. რამდენიმეზე? ესე იგი ერთი არ არის. რამდენიმე მტერი გყავს. საყვარელო ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს. რა უნდათ? სისხლის აღება? უნდათ, მაგრამ ეს საკითხი დაიხურა, ხომ მოგიყევი? ჩემი ძმა და ჩიჩექი დაქორწინდნენ და ყველაფერი დამთავრდა. სავაშ, რამე რომ დაგემართოს? არაფერი მომივა, ნუ ღელავ. რომ მოგივიდეს? იასემინ, საყვარელო, მე შენ ყველაფერს გიყვები, მაგრამ გთხოვ, ასე ნუ იქცევი. შენ გამოვღელავ, სავაშ. ნუ ღელავ. გთხოვ, არ მინდა ვინანო რომ გითხარი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი იმ კაცის მოწყობილია, რომელიც სამსახურიდან გაუშვი. წავიდა ვიღაცები მოძებნა და მომიგზავნა, შური იძია. იგივე რომ გააკეთოს? ვერ გააკეთებს. გამბე დაუბა რომ მქონდეს ჰაერში არ გაისროდა. იარაღი გააქვს? მაქვს მეთქი რომ გითხრა მაშინ უფრო დამშვიდდები თუ რომ გითხრა არ მაქვს მეთქი. არ ვიცი. საყვარელო, არ შეგეშინდეს, კარგი? კარგი. ოღონდ დამპირდი რომ თავს გაუფრთხილდები. გპირდები. როგორც მივხვდი ბეჭდის გაკეთებას არ აპირებ. ჯემი მედია დღეს არ ელოდები ჩემს პასუხს. არა, რას ამბობ? არ ველოდები რომ დღეს ვემიპასუხებ, მაგრამ მგონია რომ იმეც მაინც მომცემ. ეს ყველაფერი უეცრად მოხდა. უეცრად? რას ამბობ? უეცრად მოხდა? ნადია წელიწად ნახევარია ერთად ვართ, ნუ თუ დაქორწინებაზე საერთოდ არ გიფიქრია. თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ერთვიანი ურთიერთობის შემდეგაც კი შეიძლება ამაზე იფიქრონ. ჯემ, ასე არ შეიძლება, საყვარელო. ძალდატანებით არაფერი გამოვა. მართალი ხარ. ბოდიშს გიხდი. უნდა მიუმხვდარიყავი. რას? უნდა მიუმხვდარიყავი, რომ ჩვენ შორის შეყვარებული მხოლოდ მე ვარ, ნადია. გინდა მითხრა რომ არ მიყვარხარ? გიყვარ ვარ? მითხარი. მიყვარხარ, მაგრამ გმადლობ, ნადია. პასუხი უკვე მივიღე. მენდობი? რა თქმა უნდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გამო აღარ ვინერვიულებ. ხომ დამპირდი, რომ არ ინერვიულებდი. თავს ვერ ვიკავებ. ნუ გეშინია. თავს ძალა დაატანე. არ მინდა ჩემი ცოლი მშიშარა იყოს. შენი ცოლი? დიახ. არ უნდა დავქორწინდეთ? დავქორწინდებით?
რა თქმა უნდა დავქორწინდებით. მაგრამ ეს ხელის თხოვნა არ არის. ხელი უფრო კარგ გარემოში უნდა გთხოვო. გული გამისკდა. ნუ გეშინია, მე აქ ვარ. ვინმე ელოდებოდი? არა. შეიძლება სევგი მოვიდა. ვინ არის? ამ ყველაფრის შემდეგ მიყვარხარ მეთქი რომ გითხრა ალბათ აზრიც აღარ აქვს. ამ სიტყვის გაგონება არ მინდა ნადია. მე მინდა რომ ამ სიტყვის მჯეროდეს. ესე იგი მხოლოდ თქმა არ კმარა. ღამე მშვიდობისა ჯემ. იმედია უჩემოდ უფრო ბედნიერი იქნები. სახლში რომ მიხვალ მომწერე. დავეღუპე. ცუდად არის ჩემი საქმე. ამიერიდან ესე იქნება, რას ვიზამთ? მაგრამ არ ინერვიულო, ხომ დამპირდი? სულ შენზე ვიფიქრებ. იასემინ. მე ცუდს არაფერს ვაკეთებ. შარს და უბედურებას არ ვეძებ, დამიჯერე. ჯერა, მაგრამ მეშინია. ნუ გეშინია საყვარელო. ძვირფასო. ძალიან გამიმართლა შენ რომ გიპოვე. ისე ძალიან მიყვარხარ. სავაშს დაქორწინება უნდა. ძალიან მიხარია. გილოცავ. რა გჭირს? რა მოხდა? სევგი მითხარი რა მოხდა? სააგენტო გაკოტრდა იასემინ. რა? სევგი რას ამბობ? სააგენტო გაკოტრდა. გაკოტრდა. გთხოვაშვილო, რა იყო, რა მოხდა? რა ამბავია? გამომართვი და ნახე. ეს რა არის? ეს ის საბუთია, რომელიც ბიძაჩემმა ჩუმა დამოიღო. მის ოთახში ვიპოვეთ. სავაშ, მომისმინე. ბიძაჩემი. ბიძაჩემი მეუბნებოდა გვერდით დაგიდგებიო, მაგრამ მიღალატა. ბიძა შენი არაფერ შუაშია. მე ვაიძულე. ვუთხარი თუ ჩემს სურვილს არ შეასრულებ, შენი და აღარ ვიქნები მეთქი. ვფიქრობდი, რომ თუ დაფინანსებას ვერ მიიღებდი, იძულებული გახდებოდი ნარკოტიკების საქმით დაინტერესებულიყავი. შენ კი ეს არ გააკეთე. მივხვდი, რომ ამას არც გააკეთებდი. კარგი ძალას აღარ დაგატან. შენ შენი მხრივ მართალი ხარ. მაგრამ ბიძა შენს ნუ გაუბრაზდები. მან ჩემი თხოვნა შეასრულა. სავაშ, მითხარი რამე. სავაშ.
კარგი ნუტირი. ძალიან ნერვიულობ იასემინ. ჩემ გამო აღმოჩნდი ამ მდგომარეობაში. ძალა რომ არ დამეტანებინა და არ მეთქვა სააგენტოს მეტილე გახდი მეთქი. პროექტიდან ფულს აიღებდი და არაფერი დაგიშავდებოდა. შენ არ დაზარალდებოდი. რას ვიზამთ? მეც მინდოდა რომ სააგენტოს მეწილე გამხდარიყავი. ასეთი ბოროტება როგორ გაგიკეთე? ჩემ თავს არ ვაპატიებ. ნოსულელობ. საიდან უნდა გწოდნოდა ასე რომ მოხდებოდა? წინასწარ ვერ განსაზღვრავდით. კარგი არიტირო. ეს ვინ გაამზადა? ბატონი გოქანის შემცვლელმა, მეხმეტმა. გასაგებია. უკვე დაიწყო მუშაობა. დაიწყო. როგორი ადამიანია მოგეწონა? რა ვიცი, კარგი ადამიანი ჩანს, სრდილობიანი. კარგია. ყურადღებით იყავი დილა. ხომ გახსოვს გოქანმა რაც გააკეთა? ნადია ყველაფერს ვერ მოასწრებს, თვალი არ მოაშორო. კარგი ყურადღებით ვიქნები. სავაშ, გცალია? მოდით. აბა შენიცი დილა. გმადლობთ. მინდა ბატონი მეჰმეთი გაგაცნო. გამარჯობა ბატონო სავაშ. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს კომპანიაში. აკაურობა როგორ მოგწონთ? კარგია. ძალიან თბილი და კარგი კომპანიაა, გმადლობთ. მოსვლისთანავე დიდი საქმეები მომაცილა. კარგია. მოგვიანებით ისევ დავილაპარაკოთ, კარგი? რა თქმა უნდა, დროებით. დროებით ბატონო სავაშ. გისმენ აჰმედ მორან. სავაშ. ის არაკაცი დავიჭირეთ, რომელმაც თქვენ საფრთხეს როლა ატეხა. დაიჭირეთ? ო, დავიჭირეთ ის. გოქანი. პოლიციაში მიყავს, მაინც რომ იცოდე. გმადლობ, მაგრამ ამ საკითხით შენ რატომ დაინტერესდი? რატომ არ უნდა დავინტერესდე? იმ სახლში ჩემი შვილი ცხოვრობს, ასე რომ? სულ ეჭვებში რატომ ხარ შვილო? მე შენი მტერი კი არ ვარ, შენი სიმამრი ვარ. წარმატებულ დღეს გისურვებ. აბა, ბატონო გოქან, მზად ხარ? მზად ვარ ბატონო. მომიცი პოლიციას რაც უნდა უთხრა. ვიცი. სამსახურიდან გამომაგდეს და შურის ძიება მინდოდა. ოჩახ. ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდომა მოგიწევს. შენ ცოლ შვილს ჩვენ მივხედავთ. ციხიდან რომ გამოხვალ, ჩემთან მოხვალ. გასაგებია? კარგი ბატონო. ესეც გამოვართვი. ჯერ სახლში მიიყვანე ცოლ-შვილი ნახოს. მერე კი ადვოკატს მიაბარე. როგორც მიბრძანებთ ბატონო. წამოდი მეგობარ. გემბორებით. არ არის საჭირო. მიდი. ყველაფერი უნდა გაარკვიო ეშრებ. გაარკვიე ნამდვილად გოქანი დაიჭირეს თუ არა და სად მიიყვანეს. ახლავე არ იდარდო. ძმაო. რამეს ეჭვობ? ვეჭვობ ეშრებ. მაინტერესებს რატომ აკეთებს ეს კაცი ჩვენთვის ამ სიკეთეს. მისი სიძე ხარ, ალბათ ამიტომ. სწორედ ეგ მიშლის ნერვებს. მართლა ჩემი ნათესავი ჰგონია თავი. სულ სიძეს მეძახის. ყველაფერს გავარკვევ და დაგირეკავ. გმადლობ. ჰალა. ისმენდაო. სავაშს შენს კაბინეტში უნახავს. ის მოხტარისიც მეშინოდა. ესე იგი აჰმედ მორანმა ყველაფერი უთხრა. მორჩა წასულია ჩემი საქმე. სავაშს თვალი როგორ უნდა გაუსწორო? მე რა კაცი ვარ, როგორი ბიძა ვარ. დაწყნარდი ფალა. უთხარი ბიძა შენი არაფერ შუაშია, მე გავაკეთებინე მეთქი. ვითომ დაგიჯერა? რატომ არ უნდა დამიჯეროს? ტყუილია? მე არ გითხარი ამას თუ არ გააკეთებ შენი და აღარ ვიქნები მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს? შენ რომ დაგიჯერეს, სწორედ ამიტომ არ მოპატიებს. გაპატიებს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ფალა. ერთმანეთს ხომ არ დავკარგავთ. ლიზინგები უკან უნდა დავაბრუნოთ.
რა ლიზინგები? მანქანების. დაქირავებული იყო? სამწუხაროდ. ესე იგი მანქანის გარეშე დარჩით. და ჩემი სახლი? ქუჩაში ხომ არ დარჩები? არა, 1 წლის სახლის გირა წინასწარ გადავიხადეთ. კიდევ კარგი. ჩიფსის კომპანიიდან თანხა გვაქვს სასაღები. ამ თანხით კრედიტს ცოტა ხნით გადავავადებინებთ. სავაში რეკავს. იასემინ გთხოვ, არაფერი შეიმჩნია. ეს საკითხი როგორ უნდა მოვაგვაროთ, სევგი? როგორ ვუთხრა სააგენტო გაკოტრდა და თქვენს რეკლამას ვეღარ გადავიღებთ მეთქი? რამეს მოვიფიქრებთ ტელეფონს უპასუხე. ალო, საყვარელო. ძვირფასო. აღარ შეგეშინდეს. პოლიციამ დააკავა ის ადამიანი, რომელმაც ჩვენს სახლს ცეცხლი გაუხსნა. ვინ იყო? ვისზეც ვეჭვობდი, სამსახურიდან რომ გავუშვი ის კაცი. არ გვაპატია რომ გავათავისუფლეთ. რადგან ის კაცი დაიჭირეს, ამის გამო არ უნდა მოეშვა. თავს გაუფრთხილდი, კარგი? კარგი საყვარელო. იასემინ, გისმენ. შენი წერილი სად არის? უკვე რომელი საათია? ვერ დავწერე, ვერ მოვიცალე. ვერ გავიგე. ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე გაქვს? დიახ. ბალდარების რეკლამაზე უნდა ვიმუშაო. მაშინ კარგი. ჩვენი რეკლამა როდის უნდა გადაიღოთ? როდის უნდა გადავიღოთ, სევგი? გადაღებები მომავალ კვირას დაიწყება. გაიგონე, სევგიმ რა თქვა? გავიგონე საყვარელო. შენი ხმა რომ მესმის. ყველა პრობლემა მავიწყდება. მეც. აღარ მოგაცდე, იმუშავე. დროებით. სავაში. გისმენ? ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი? ვიცი. მეც. ესე იგი ის კაცი დააკავეს. კარგია, გიელოცავ. ყოველს ვამბობ. ჩემს შეყვარებულს ისე ვატყუებ. რა მოხდა? რაზე ფიქრობ? რამე გამოსავალი მოიფიქრე? სავაშის გათმორიცხული $1,000,000 ჩვენს ანგარიშზე ჩაირიცხა. არ მინდა სავაშთან რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდო. კი, მაგრამ სააგენტო გაკოტრდა. ერთი ქურუშიც აღარ გვაქვს. რეკლამა როგორ გადავიღოთ? ჩემი სახლი გავყიდოთ. შენი სახლი? სევგი, შენ მეტი არაფერი გაქვს. აბა რა ვქნა? სხვა გზა მაქვს? როცა ცუდი ადამიანი გიყვარდება, პასუხი უნდა აქვს. სავაშ, შვილო, დავილაპარაკოთ. უნდა წავიდე. 2 წუთით არ ცალია? არა. რა სახე გაქვს? რამე მოხდა? ჯემ მითხარი რა მოხდა? დავშორდით. ნუ სულელო. ნადიას ხელი ვთხოვე სავაში. საღამო მუსიკით დაიწყო, ყვავილებით, შამპანურით. ბოლოს ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და დავიშალეთ. როგორ იჩხუბეთ? არა, არ გვიჩხუბია. ქალს ამას რომ მისცემ, რას იზამს? ამოიღებს და თითზე გაიკეთებს, ხომ ასეა? ნადიამ კი ყუთიდანაც კი არ ამოიღო. არ ვუყვარვარ, სავაშ, არ ვუყვარვარ. ძალას ხომ არ დავატან. უკვე გვიანია, ისევ მუშაობთ? ქალბატონ დილასთან ერთად საბუთებს ვამოწმებ. გაყიდვებინელი ტემპით მიდის, ნადია, რამე უნდა მოვიმოქმედოთ. დიახ, ბაზარზე ჩვენი გაყიდვების წილი უნდა გავზარდოთ. კარგია რომ გამახსენეთ. ჩვენი სააგენტო რა შრება? არც გვირეკავენ, არც გვკითხულობენ. რა სააგენტო?
სარეკლამო კამპანია უნდა დავიწყოთ. კომპანია X Large-თან თანამშრომლობთ ქალბატონ იასემინსა და ქალბატონ სერგისთან. ერთ დღეს თქვენს გაგაცნობთ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით. რაღაც თანხა ვიშოვე. მაჩვენე? საბურავების კომპანიას რეკლამა რომ გავუკეთეთ, თანხა არ გადავუხდიათ. სერიოზულად? პატარა თანხაა, მაგრამ მე რა არაუშავს. ნადია რეკავს. უპასუხე. ნადია, მიხარია შენი ხმის გაგონება. მეც იასემინ. ბოლო დროს ვეღარ შევხვდით. მართალი ხარ, ასე გამოვიდა. როგორ ხარ, ჯემი როგორ არის? კარგად. იასემინ. ალბათ გინდა მკითხო რეკლამის საქმე რა ეტაპზე არა? ხო, ახლა ვსაუბრობდით და ერთ დღეს შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. კარგი აზრია. მომავალ კვირას ხომ არ შევხვდეთ? კარგი, ალბათ ძალიან დაკავებული ხარ. წარმატებას გისურვებ. გმადლობ ნახვამდის. ასე ვეღარ გავაგრძელებ, მართლა. სავარს უნდა ვუთხრა. რა სეტყვი? გავკოტრდით და თქვენს რეკლამას ვეღარ ვიღებთო? იასემინ სისულელი არ გააკეთო, მოიცადე. ჯერ ვცადოთ იქნებ გამოგვივიდეს რამე. თუ არ გამოგვივა, მერე უთხარი. გთხოვ. გთხოვ, ჩემი ხათრით, იასემინ. ძალიან გთხოვ. კარგი? კარი დაგედე. რა მოხდა ეშრებ? მართალი ყოფილა ძმაო. კოქანის მოწყობილი იყო. პოლიცია ჩაბარდა. უთქვამს, შურის ძიება მინდოდაო. რატომ ჩაბარდა? როგორც გავიგე, აჰმედ ვორანი შეეშინდა. უთქვამს, მისი ძე ზიანი მივაყენე და აჰმედ ვორანი არ მასოცხლებსო. კარგი, გმადლობ. ძმაო, ისმაილი მოვიდა. ქალბატონ ჩიჩეკს უნივერსიტეტში წაიყვანს ხოლმე. კარგი. ისმაილზე შენ ნაგებ პასუხს ეშრებ, გაითვალისწინე. თუ კიდევ რამე შეეშლება, შენ მოგთხოვ პასუხს. კარგი, არ ინერვიულო. დათანხმდა ისმაილ. ძმაო, ამ სიკეთისთვის მადლობა, როგორ უნდა გადაგიხადო? კაცობით ისმაილ. კაცურად უნდა მოიქცე. სავაშ, შვილო, კეთილი იყო შენი მოსვლა. გამარჯობა. გამარჯობა. ხშია, გავამზადებინო რამე? ვიფიქრე გვიან მოხვიდოდი და ჩვენ უკვე ვივახშმეთ. არ მშია. ოთახში ავალ. ბოდიშს გიხდი ბიცოლა. არაუშავს, სავაშ. დაისვენე. სავაშ. არ უნდა დამელაპარაკო შვილო. ყოჩახფალა. შენს დასაყევი? და კარგ მდგომარეობაში ჩავარდი? ვნახოთ როგორ გამოასწორებ შენს აქციელს. გამარჯობა. შენს დასაცვალს ვალაგებდი. ყველას არაჩვეულებრივი სუნი აქვს. შენ რატომ ალაგებ? მომწონს და იმიტომ. რა მოგწონს? მოსამსახურესავით მოგცევა? ჩემი ცოლი ხარ, ჩემს ოთახში რომ შედიხარ და ჩემს პერანგებს ალაგებ. შენ ჩემი ცოლი არ ხარ, ჩიჩეკ. როცა მოგინდება, მაშინ ვერ შემოხვალ ჩემს ოთახში. ჩიჩეკ, ბოდიშს გიხდი. არ უნდა მეყვირა. ვიცი რომ ამ ყველაფერს კეთილი განზრახვით აკეთებ, მაგრამ საჭირო არ არის. სავაშ. მე შენ მიყვარხარ. და მინდა რომ შენი ცოლი ვიყო.
მეგობრებად დარჩეთ. მეგობრებმა უნდა. როგორ ბედა? რაც გამიკეთე მას შემდეგ აქ როგორ მოხვედი? კარგი, აბა წარმატებას გისურვებ. გმადლობ. სავაშ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ჰოლდინგში უნდა წავიდეთ. კარგი ძმაო. წარმატებას გისურვებ. თავს გაუფრთხილდი. ბიძია, შენც ჰოლდინგში მოდიხარ? ხო. რატომ მეკითხები? დღეს ერთად წავიდეთ. ჩემი მანქანით წავიდეთ. ეშრებ, ბიძა ჩემის მანქანა წამოიყვანე. კარგი. აღსრულების ბიუროდან მოვიდნენ? სამწუხაროდ. დრო კიდევ ხომ გქონდა? გქონდა, მაგრამ ამოიწურა. ბორას გაქცევიდან 10 დღე გავიდა იასემინ. ეს პროცედურები ასე მალე იწყება ხოლმე? მეგობრებო, კომპიუტერები გამორთეთ, ყველა უნდა წავიღოთ. ნება მოგვიცი, ჩვენი ინფორმაცია მაინც გადმოვიწეროთ. არ არის საჭირო, წაიღონ. სახლის მყიდველი გამოჩნდა. გადაწყვეტილებას ასე მალე ნუ მიიღებ. კიდევ დაფიქრდი. დასაფიქრებელი არაფერია, ბალდარების რეკლამა უნდა გადავიღოთ. ჯანდაბა. საკუთარ თავს ვერ პატიობ. მეტად ხელი მომწყდომოდა და ის საბუთი არ ამეყო. კარგი ბიძია, დავივიწყოთ ეს ამბავი. ვერ ვივიწყებ შვილო. ერთი კვირაზე არ მიყურებ. გამეები არ მძინავს. კარგი, არ ინერვიულო. შეძლებ ჩემ პატიებას. რას ამბობ ბიძია? ჩემი საპატიებელი რა გჭირს? შენ ჩემი ბიძა ხარ. რა შეგჭირდება ასეთი ბიძა? დედაშენი ჩვენში ყველაზე ჭკვიანი იყო. 4 დედმამიშვილში. ერთადერთი გოგო იყო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი, გამჭრიახი. ცხონებული მამაჩემიც კი მას ეკითხებოდა ხოლმე რჩევას. გათხოვდა და მერე მამაშენი იღებდა მის გარჩევებს. მეგონა ჩემი და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. მეგონა როგორც ის იყო და ისევ გაკეთებული იყო ყველაფერი. ასე არ ყოფილა? არა. შენ დედაშენზე ჭკვიანი გამოხდი. გაჩერდი ბიძია. ქალბატონმა შაჰნურმა არ გაგიგოს. გაიგოს. გაიგოს და თავისი შვილით იამაყოს. გამარჯობა, ნურიშ. გამარჯობა. აი, ნური სად არის? უკან ბაღს ალაგებს. ბაზარში რა ხდებოდა, სიძვირე იყო? შენ რა შეგაინტერესებს, სიძვირე იყო თუ არა? შენი შვილი ამ ხელა სააგენტოს უფროსია. კარგია რომ გამახსენე. მოიცადე და ვურეკავ იასემინს. აქ მორჩით. ყველაფერი უნდა წავიღოთ. ყველაფერი უნდა ჩამოვწეროთ. კარგი. დედა გისმენ. რას აკეთებ, შვილო, როგორ ხარ? დედა საქმე მაქვს, მერე დაგირეკა. კარგი, კარგი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ყველა კომპიუტერი გამზადეთ? დიახ. ხომ ვერ ვეტყვი სააგენტო გაკოტრდა მეთქი. ჯემს სოლობაზე რატომ არ დათანხმდი? ველდებული ვარ დავთანხმდე. მე ეგ არ მithkoms. მიზეზი მაინტერესებს, რატომ არ დათანხმდი? რადგან ცოლობა მთხოვა, მაშინვე თანხმობა უნდა მეთქვა სავაში. ყველა ქალი ამ მომენტს ელოდება? ღმერთო ჩემო. ნადია ეგ რა შუაშია? ასეთი გაღიზიანებული რატომ ხარ? ჯემს უყვარ ხარ და დაქორწინება უნდა. ხო, მაგრამ მე არ მინდა. მაგას მეც მივხვდი. მიზეზს გეკითხები. თუ არ გიყვარდა ბიჭს წელიწად ნახევარი რატომ ატყუებდი? ეს კარგი საქციელი არ არის. ვიცი სავაში. უგულოდ მოვიქეცი. ჯემს გული ვატკინე, მაგრამ
მაგრამ რა? არ გიყვარს? ისე არა რომ ცოლად გავყვა. ნადია. როგორც ვიცი, შენ ცხოვრებაში სხვა არავინ არის. თუ არის? არა, არ არის. ჩემი გული თავისუფალია სავაში. ჩემს გულში არც ჯემია და არც სხვა ვინმე. ახლა გაიგე? არა, ვერ გავიგე. ვერც გაიგებ. იმიტომ რომ შენი გული არ არის ცარიელი. და შეგიძლია მითხრა შენ საქმეს მიხედეო, მაგრამ რაღაც მინდა გკითხო. კითხე. სავაში და ჩიჩეკი სხვადასხვა ოთახში რატომ წვანენ? ერთად არ წვანენ. სავაში ჯერ კიდევ არ აღიარებს ცოლად. რას ამბობ? არ მკითხო ფიდან. ამ ამბავს ძალიან განვიცდი. აბა ურსულად არისო? მოიტყუე ურსულად არისო. სავაშმა ეს რომ გაიგო გაგიჟდა. იძულებული გავხდით გვეთქვა მუცელი მოეშალაო. ასე ნუ მიყურებ რა მექნა. ახმედ მორანი დამემუქრა, მითხრა ხმას გავავრცელებ რომ შენ შვილს მამაკაცური პრობლემა აქვსო. ღმერთმა დაიფაროს. მაგას გააკეთებდა. მერე ასე როდემდე იქნება? ნამდვილი ცოლქმარი როდის უნდა გახდნენ? არ ვიცი. მაგრამ ჩიჩეკს სავაში უყვარს. ჰალო, წამოდი მივდივართ. რა ხდება? საიდ გაგიწევიათ ქალბატონო ნაზან. დღეს მართვის მოწმობის გაკვეთილი მაქვს დროებით. ამასაც როგორ არ გაუმართლა. რამდენი წელია დაქვრივდა და 5 წელი გავიდა? გავიდა, როგორ არ გავიდა. არ უნდა რომ მეორედ გათხოვდეს. პირდაპირ არაფერს ამბობს. არ ვიცი უნდა თუ არ უნდა. ენდომება რატომ არ უნდა უნდოდეს? ქმარი საკმარი სადიგლოვა. შენ ხომ არ ხარ მისი დაქორწინების წინააღმდეგი? რატომ უნდა ვიყო? თუ ვინმე გამოჩნდება, ვინც ჩვენს ოჯახს და საგვარეულოს შეეფერება, რატომაც არა? გამოჩნდება. მოვიცადოთ. ფიდან? შენ ვინმე ხომ არ ყავს შეთვალიერებული? ცოტა ხანს მოვიცადოთ დაო. დედა ექიმთან წადი გთხოვ. შვილო, ნუ აზვიადებ, ისეთი არაფერია. მომეცი? იასემინი მართალია. სიცხე გაქვს. დედა რასაც გეუბნები გააკეთე. იცოდე ჩამოვალ და ძალით წაგიყვან. კარგი შვილო, კარგი. ნუ გეშინია, მე ვარ. კარგი დედა, გკოცნი. დედა შენია? მომიკითხე. სავაშმა მოგიკითხა. ჩემგანაც მოიკითხე. კარგი. დედა შენი ხომ კარგად არის? გრიპი აქვს. რას ამბობ? მასთან ვინმე არის? კი, აინური. ის ეხმარება. ჩემი დედიკო ძალიან საყვარელია. ვიცი ძვირფასო, ხომ გავიცანი. მაგრამ ავად რომ ხდება ისეთი უსუსურია ხოლმე. დედა შენი როგორია? დედა ჩემი? ის ცოტა მკაცრია. უფროსობა უყვარს? თანაც როგორ. თავის ავტორიტეტს მხოლოდ ჩემზე ვერ აღწელებს. გარგია. სავაშ. დედა შენმა ჩემ შესახებ იცის? იცის. რას ამბობს? ძმაო, რატომ არ მითხარით რომ მოხვედით? არ გრცხვენია? როგორ ხარ იასემი? კარგად ჯემ. მადი, დაჯექი. კარგი. რას მიირთმევთ? ჯერ არაფერი შეგვიკვეთია. ასლან. გამარჯობა. გამარჯობა. იმეცადინეთ? ცოტა. ჰალო, სახლში დაბრუნდი, მე დიდხანს უნდა ვიმეცადინო. ტაქსით დავბრუნდები. კი, მაგრამ ქალბატონო ნაზან. რასაც გეუბნები, ის გააკეთე. დავიწყოთ? დაბრძანეთ.
ქალბატონი სევგი ძალიან ნერვიულობს. ხო, ნეტავ რა მოხდება? არ ვიცი. აშკარაა რომ კარგი აღარაფერი. ვერ გავიგე ასე უცებ რა მოხდა. მოვიდნენ. ქალბატონი იასემინი მოვიდა. უნდა ვუთხრათ რომ ყველაფერი დასრულდა. მაშინ უთხარი. თუ ადვილის თქმელია შენ უთხარი. ისედაც ყველაფერს ხედავენ, სევგი. ნახე რა დღეში ვართ. წამოდი. Arkadaşlar, მეგობრებო, gördüğünüz როგორც ხედავთ, X large კომპანია X Large აღარ არსებობს. çok üzgünüm. ძალიან მწუხარ. Buraya kadar. ყველაფერი დასრულდა. ეს როგორ მოხდა ქალბატონო სევგი? ასე როგორ შეიძლება? 10 დღეში ყველაფერი დასრულდა. Oluyor işte. რას ვიზამთ? ასე მოხდა. Arabayı bulsak ბატონი ბორა თუ ვიპოვეთ, კითხავთ. ახლა რა უნდა ვქნათ? ajansı kapatıp. სააგენტოს დავხურავთ. Çok uğraştık bunu. ბევრი ვიშრომეთ, რომ ეს მომენტი არ დამდგარიყო, მაგრამ Olmadı. არ გამოვიდა. İnşallah იმედია სამსახურს იშოვით. bulursunuz. Bizim tazminatlar ne olacak? ჩვენი კომპენსაციის ამბავი როგორ იქნება? რადგან გვიშვებთ, კომპენსაციაც უნდა გადაგვიხადოთ. ხო, კომპენსაცია უნდა მივიღოთ. ყველაფერს გადავიხდით, მეგობრებო. არ იდარდოთ. როგორ? 5 ქურუშიც არ გვაქვს. ვიშოვით. Ya birden değil tabii. ახლავე ვერ გადაგიხდით, მეგობრებო. Yavaş yavaş. ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა? ნელ-ნელა გადაგიხდით, მაგრამ კომპენსაციას აუცილებლად მიიღებთ. თუ დავიხოცეთ მე რა გვინდა? Sen hariç. შენ არაფერი მოგივააზრა. Sen bir kuruş ერთ ქურუშსაც ვერ მიიღებ. Sebebini sorabilir. შეიძლება მიზეზი გავიგო. bilmiyor musun? არ იცი? Ne oluyor? რა ხდება? სოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება სიმსივნით და ძალიან ბევრი იღუპება, მაგრამ შენ ბედავ და გვატყუებ, ვითომ სიმსივნე გაქვს. რა? Ne? რა? ვინ იტყუება? საკვერცხების სიმსივნე. საკმარისი აზრა, ნუ იტყუები. შენ უთხარი, უნამუსო. ნახავ რას გიზამ. გაჩერდი. თავი დამანებე, ნამდვილი მანიაკი ხარ. საკმარისია. Defolun gidin. წაეთრიეთ აქედან. İkiniz ორივე. çabuk. სწრაფად. Bora. ბორა, ნაზან, საყვარელო. ძვირფასო. Çok korktum. ძალიან შემეშინდა. მეგონა მიმატოვე. ხომ არ გაგიშდი? შენ როგორ მიგატოვებდი? Bora. ბორა, Anladım ki მივხვდი რომ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. ჩემო ძვირფასო. ჩემო სიყვარულო. Sağ olun Yasemin. გმადლობთ ქალბატონო იასემინ. Son maaş. ბოლო ხელფასი ცოტა ხანს ხომ გეყოფათ? გვეყოფა. ერთი ადგილიდან ისედაც გქონდა შემოთავაზება იმ კომპანიას მიმართავთ. კარგია. ჩვენს გაგვაგებინეთ მუშაობას რომ დაიწყებთ. კარგი, თავს გაუფრთხილდით. აბა თქვენ იცით. yolunuz açık olsun. წარმატებები. Hoşça kalın. ნახვამდის. 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 Kusura bakmayın. ბოდიშს გიხდით ჰიჯრან. ვიცი რომ გიჭირს. გვინდა და კომპენსაციას გადაგვეხადა, მაგრამ არა უშავს, ჩემთან ვალში არ ხართ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. Versin asıl. Sağ ol Hicran. გმადლობ ჰიჯრან. Son kahve. ბოლო ყავა. Çok üzüldüm. ძალიან მწუხარ. Acele საჩქარო არ არის ქალბატონო სევგი. გამომართვი. არც ასეა საქმე. Sağ ol. გმადლობ სიტარე.
En vefalı. ყველაზე შეგნებული შენ Ne გამოდი. demek? სამადლობელი არაფერია. Yolunuz açık. წარმატებას გისურვებთ. Senin de. შენც. Yeter tamam. კარგი, დამშვიდდი. Bittik ya. დავიღუპეთ იასემინ. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. Hayır yeni არა, ყველაფერს ახლა ვიწყებთ. yeni bir başlangıç. თავიდან უნდა დავიწყოთ, ნულიდან. კარგი, კარგი. Anlat. მომიყევი ბორა. რა მოხდა, როგორ მოხდა? სისულელე გავაკეთე ნაზარ, კონკურენცია, ფულის სიყვარული. მეტის და მეტის მიღება, ამ სურვილებმა თვალები დამიბრმავა. ვიფიქრე საქმეს გავაფართოებ, ჩემი სააგენტო ნომერი პირველი გახდება მეთქი. დიდი კრედიტი ავიღე, ვერ გადავიხადე და მაფიოზებისგან ფული ვისესხე. სააგენტო გაკოტრდა, მაფიოზები დამდევენ. აი ასე მოხდა. ისევ გინდა რომ ჩემნაირი კაცი გიყვარდეს. O nasıl söz? ეგ რა ლაპარაკია? Ben seni მე ფულის გამო კი არ მიყვარხარ. ben seni მე შენ მიყვარხარ და არა შენი ფული. რა არაჩვეულებრივი ქალი ხარ. ნამდვილი ანგელოზი ხარ, ნაზან. aşk. საყვარელო. თუ მაფიოზები დაგდევენ, ამ სახლში არ დარჩე. ეს სახლი არიციან. Bulurlar. მე რა იპოვიან? ვერ იპოვიან, ნუ ღელა. Bora ბორა, ne olur. გთხოვ, Ölürüm bak merak. ძალიან ვინერვიულებ ამ სახლში თუ დარჩები. კარგი, შენ არი ნერვიულ. სხვა სახლს მოვძებნი. Ne yapmayı düşün? რას აპირებ? არ ვიცი. არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ან გავიქცევი, ან Ya da ne? ან რა? Bora ბორა, konuş ne olur. გთხოვ, მითხარი. ან თავს მოვიკლო. რა? Ne söylüyorsun? რას ამბობ? Bora გონს მოდი ბორა. ne olur. ძალიან გთხოვ. Lütfen. გთხოვ. კარგი საყვარელო. ასეთ რამეს არ გავაკეთებ. ნაზან, შენ რომ არ არსებობდე, აქამდე მკვდარი ვიქნებოდი. მე ამაყი კაცი ვარ. ასე ცხოვრება არ შემიძლია. მომისმენე, Ben მე დაგეხმარები. ფინანსურად დაგეხმარები. რა? როგორი ფიქრე რომ შენ ფულს გამოგართმევ? ასეთი არაკაცი გონი ვარ? ბორა, გაცესხებ. არა. არასოდეს. ნაზან, ასეთი რამ აღარ მითხრა. არ გაბედო. Peki. გასაგებია. Tamam. კარგი. Hadi gidelim. წამოდი, წავიდეთ. წავიდეთ. Taksiye binecek. ტაქსის ფული დაგვრჩა? ავტოსტოპით წავიდეთ. Cem. ჯემ, Biz koç. ვისკი დამისხე. ვისკი ცოტა მაგარი არ არის? Kafamız çok. თავი მტკივა. Skoç მხოლოდ ვისკი მიშველის. ორ მაგი დამისხე. მეც დამისხი. ესენი ერთ ქურუშ კომპენსაციასაც არ მოგცემენ. აი ნახავ. ხომ თქოს მოგცემთო? კარგი, რა დერია.
სევგის იგჯერა თუ იასემინის? რა ვიცი, კომპენსაცია ხომ გვეკუთვნის? მადლობა თქვი ხელფასი რომ მოგცეს. რა ხდება? სამსახურიდან გამოგიშვეს? გამოგვიშვეს. სააგენტო გაკოტრდა, აღარ არსებობს. რა? იასემინის სააგენტო? დიახ, ბატონი ბორა წავიდა და ყველაფერი თავდაყირად ადგა. ჩვენ სამსახური დავკარგეთ. ბატონი ბორა სად არის? გაიქცა. აორთქლდა ცხოველი. გაგვანადგურა. სევგისა და იასემინის ხელში ჩაყვარა. დედა შენი ექიმთან იყო? იყო. ექიმს უთქვამს გაციებული ხარო. მთელი დღე ბაღში ტრიალებს ხოლმე. შენ რას აკეთებ? არაფერს, სახლში ვარ. ცოტა ხანში ვახშამზე ჩავა. ძალიან მიყვარხარ. მეც. ასე არ შეიძლება, სევგი, ეს როგორი სიყვარულია? სავაშს სულ ვატყუებ, შვილს ვუმალავ. სააგენტო გაკოტრდა და ამასაც ვუმალავ. საკუთარი თავი მეზიზღება. ჩემი ბრალია. ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდე. სავაშთან მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამ სააგენტოს ერთ-ერთი მეტილი მეც ვიყავი. ეს რეკლამა გადავიღოთ და მე ყველაფერი მოვუყვეთ. ტყუილის თქმა მეკთხოვე. მე გითხარი სავაშს არ უთხრა მეთქი. კარგი. მუშაობაში შევუდგეთ. გთხოვ გამიგი. სავაში შენი შეყვარებულია. სააგენტო რომ გაკოტრდა ამის გამო, შენ არაფერს გეტყვის, მაგრამ მე როგორ შევხედო თვალებში. კარგი. რეკლამას რომ გადავიღებთ, მერე ვუთხრათ. კარგი. შენ ადრეც მოგატყუეს, ჯემ. ამჯერად ეს ყველაფერი ტყუილს არ გავდა სავაში. ორივენი გაბრაზებულები არიან, სევგისა და იასემინს ლანძღავენ. ბატონი ბორაც გაქცეულა. დარწმუნებული ხარ, სააგენტო გაკოტრდა? ამბობენ კომპენსაცია როგორ უნდა ავიღოთო. სულ ვიღაცას ურეკავენ. არ ვიცი სავაში. მე მაინც გითხარი. ბუღალტერიის ჩანაწერები მომეცი იასემინ. სად წავიდა? აი, გამომართვი. იმედია სახელმწიფო გადასახადების სრულად დავფარეთ. მიმედია, სევგი.